სოციალურ მუშაკებს უფლებები ეზრდებათ კანონში დაეგმილი ცვლილებების მიხედვით ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს მისი მოძალადისგან დაუყოვნებლივ განცალკევების უფლება ექნება. კიდევ ერთი ცვლილება მიუსაფარ ბავშვებს ეხება, რომლის თანახმადაც მოზარდების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ. ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგება ახალი კანონპროექტის შესაბამისად დაიწყება. კანონპროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვებს სოციალური და სამედიცინო სერვისების მიღების საშუალებას მისცემს. ამისთვის კი მათი იდენტიფიცირებაა საჭირო. კანონპროექტი ეგრეთ წოდებულ ქუჩის ბავშვებს მიუსაფრის სტატუსსაც ანიჭებს. თუ ბავშვი არის უგულებელყოფილი, მათ შორის მის მშობლის მიმართ, ხარვეზი კანონმდებლობის მდგომარეობდა იმაში, რომ არავინ არ იზრუნებდა მის დარეგისტრირებაზე. ეხლა ახალი სიახლით მასშტაბამდე ამისთვის იზრუნებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ახალი კანონპროექტი სოციალური მუშაკების უფლებებსაც ზრდის. მათ შეუძლიათ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში მისი მოძალადისგან დაუყოვნებლივ განცალკევების ზომები მიიღონ. სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება. სოციალურ მუშაკს ექნება უფლება თავისი გადაწყვეტილების მიხედვით განაცალკევოს ბავშვი, მოახდინოს იზოლირება მოძალადისაგან. ეს მიუხედავად იმისა, ეს მოძალადი გახლავთ ოჯახის წევრი თუ სხვა გარეშე პირი. ახალ კანონპროექტთან შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი მეზობელი ქვეყნებიდან მათხოვრობისათვის შემოსული ბავშვებისა და სრულწლოვან ასაკს მიღწეული მიუსაფარი ბავშვების პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობს. თუ ესე გამარტივდება თქვათ ეს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მინიჭება, შესაბამისად აი ამ მიგრანტ ბავშვებსაც მიენიჭება ეს საბუთი, რასაც მე ისევე დაეწობა ჩვენს ქვეყანას ბავშვების ის ბავშვები, როგორც ჩვენი ადგილობრივი ბავშვები. 18 წლის როგორც კი ხდებიან ესენი, ეგრევე უშვებენ გარეთ, ისევ ქუჩაში. ბავშვები არ არიან, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან მზად. განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ იმ არასამთავრობოებს, რომლებიც მიუსაფარი ბავშვების თავშესაფრითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ. მათ რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების მიმართ ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის დროს გაჩენილი სირთულეების შესაბამისად მოამზადეს. პრაქტიკა დაგვიგროვდა, თავისთავად ცხადია სერვისების მომსახურებების მიწოდების კუთხით და გამოიკვეთა გარკვეული სირთულეები, რომელსაც თქვა საკანონმდებლო დონეზე ჭირდებოდა აუცილებლად ახალი რეგულირების მექანიზმები. პრობლემა ისაა, რომ მათ არ შეეძლოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღება, რადგან არ ქონდათ ამისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები, მაგალითად დაბადების მოწმობა. ახლა შესაძლებელი ხდება მათთვის დროებითი პირადობის მოწმობის გაცემა, რაც საშუალებას მისცემს ამ ბავშვებს მიიღონ ყველა სერვისი. ახალი კანონპროექტი მთავრობის ხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. მის პარლამენტში დამტკიცებას და ძალაში შესვლას თებერვლის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს, ანუ სახელმწიფოს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული. მიუსაფარი ბავშვების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციისთვის სოციალური მუშაკები მობილურ ჯგუფებთან ერთად მუშაობენ. უკვე იდენტიფიცირებულია 624 ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვი. მათი მთლიანი რაოდენობა კი 2500-ს აღწევს.